ეროვნული საბჭოს აქტივისტის კოტე გომელაურის ავტომობილი საავარიო ზოლში იყო გაჩერებული, რაც სამართალდამცავებისთვის ჩხრეკის საფუძველი გახდა. მანქანა რამდენიმეჯერ გაჩხრიკეს, რის შემდეგაც მის სალონში ნარკოტიკული ნივთიერება სუბოტექსის 2 ტაბლეტი აღმოაჩინეს. თვითონ კოტე გომელაურს ნარკოტიკის მოხმარება არ დაუდასტურდა, თუმცა სუბოტექსის შენახვისთვის ის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში კი მას 11 წლიანი სასჯელი ემუქრება. ის რომ კოტეს ვიცნობ და ის რომ ვთქვათ სულ ყველა იცნობს და ეს გამორიცხულია, ალბათ ეს არგუმენტი არ არის რა ხალხისთვის, მაგრამ ბოლო-ბოლო სამედიცინო დასკვნებს ხომაინც უნდა დაეყნოს. მისთვის ნარკოტიკი კი არა, სიგარეტის მოწევაც კი არ შეიძლება. ეროვნული საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატი სერგო ჯავახაძე ამბობს, რომ სუბოტექსი გომელაურს არ ეკუთვნოდა. მისივე თქმით, კოტე გომელაური 2005 წლიდან ფსიქოლოგიურ დისპანსერში მკურნალობს. ექიმის დასკვნაში კი წერია, რომ ის ნარკოტიკის მომხმარებელი ვერ იქნებოდა. ნაცვლად იმისა, რომ ჩატარებული იყო მოკვლევა ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, გაურკვეველი მიზეზით დაკავებული იქნა და მეორადი ჩხრეკის შედეგად მის მანქანაში პოლიციამ ჯერ ჩადო და მე ასევე ამოიღო საკუთარი ხელით დაუდგენელი ნივთიერება. 2 აბი სუბოტექსი, რომელიც მას ამოუღეს და ეს უნდა მოეხსენებოდეს გამოცდილ ნარკოდილერ ვანომერაბიშვილს, ძალიან ცოტაა რეალიზაციისთვის. ხოლო მოხმარება შეუძლებელია ამ ადამიანის მიერ მოუწოდებ თავისი 2 აბი წაიღოს უკან და გამოუშვას წინა საარჩევნო დაკავების იზოლატორიდან ბატონი გომელაური. ეროვნული საბჭოს წევრები აცხადებენ, რომ კოტე გომელაური წინასწარი დაკავების იზოლატორის ნაცვლად ფსიქონევროლოგიურ საავადმყოფოში უნდა გადაეყვანათ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერჯერობით ამ საქმესთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. დაკავებულის ადვოკატები ამჟამად ციხის ადმინისტრაციას თხოვენ, რომ გომელაურისთვის ფსიქოტროპული წამლების შეტანის ნებართვა დართოს.